პოლიტიკოსი ქალები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობასა და იმ რისკებზე გამახვილდა, რაც შესაძლოა დაკავებულ ოპოზიციონერს შეექმნას. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დემოკრატიული პროცესების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დღეს ვხვდებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქალი პოლიტიკოსების სახელით, იმისთვის რომ ვისაუბროთ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუერესებას შესახებ, მოვითხოვოთ ის, რომ მას მიეცეს ადეკვატური დიაგნოსტირების და მკურნალობის საშუალება და ბუნებრივია ასევე ვისაუბრეთ ზოგადად ქვეყანაში არსებულ რეპრესიებს და განსაკუთრებით ამას რა გავლენა აქვს ქალ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. დღევანდელი შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებულმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია რეჟიმს ყავს დაპყრობილი, ყავს 4 კედელში მოქცეული, სადაც მას აქვს უმძიმესი დაავადება, მათ შორის თანხმლები დაავადებები და ტკივილი, რომელსაც ის განიცდის, არის ქრონიკული, მუდმივ რეჟიმში. 6 თვის მანძილზე მან ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მას არ დაესვა დიაგნოზი, შესაბამისად, მანამ სანამ ის იმყოფება საპყრობილეში, პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეკისრება რეჟიმს. ელენე ხოშტარია პრაქტიკულად დღეს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმ მკურნალობიდან გამომდინარე, რომელსაც ის იღებს ციხეში, შეიძლება ჩაითვალოს წამებისა და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლად, რადგანაც მისი მკურნალობა მხოლოდ შემოიფარგლება ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატების მიღებით, რომლებიც თანდათანობით აღარ მოქმედებს და სისტემური მკურნალობა და სისტემური კვლევები მას არ უტარდება. გუშინ რევმატოლოგმა მასთან ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა მაღალტექნოლოგიურ მულტიფუნქციურ კლინიკაში და როგორც დროას წარმომადგენელი ვაცხადებ, რომ ჩვენი მოთხოვნაც იქნება სწორად ეს. შეხვედრაზე საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობაც განიხილეს, მათ შორის აქტივისტებისა და ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები და ზეწოლის პრაქტიკა. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მსგავს ფორმატში მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. ქალი პოლიტიკოსები ერთობლივად და ინდივიდუალურად სხვადასხვა ფორმატებში ვაგრძელებთ მუშაობას ამ ქვეყანაში ევროპული მომავლისთვის. დღეს ჩვენ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებსაც მოვახსენეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ქალი პოლიტიკოსების, აქტივისტების გამოწვევებზე ვესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის პრიორიტეტი ჩვენთვის და პირველ რიგში ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება, მომავალშიც გაგრძელდება მათთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ვისაუბრეთ ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალების წინაშე არსებობს, რეპრესიული კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ სხვა სიძულვილის გამაღვივებელი რიგი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის წყალობით. ამიტომაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თანამშრომლობა ქალ პოლიტიკოსებსა და ჩვენს დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდება. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ზოგადად ელენე ხოშტარიას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე პროტესტში ჩართული იქნებიან ესენი პოლიტიკოსები, აქტივისტები თუ რიგით მოქალაქეები პროტესტში ჩართული ქალების მდგომარეობის შესახებ, იმ რეპრესიების შესახებ, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად და რომლის გადატანაც უწევთ ყოველდღიურად ქალებს. ხარდაჭერის გამო ციხიდან მადლობის წერილს აგზავნის ელენე ხოშტარია. ის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულებას აკისრებს. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო. დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს დროელებს, ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს. ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ, თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან, ჩემს თხოვნა
მოთხოვნაზე დაივიწყონ. არც ერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ. 6 თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა. ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება. ასია მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში. ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც პატივს ვცემ. ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს არ ვიტყოდი, რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ ბრიფინგი გაიმართა პარტია დროაში დაკავებული ოპოზიციონერის მონახულების შემდეგ. ექიმმა მაკა იოსელიანმა განაცხადა, რომ ხოშტარიასთვის სრულყოფილი კვლევის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან პაციენტს ძლიერი ტკივილები აქვს. ექიმი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს. პაციენტის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სახსრის დაზიანება, როგორც პერიფერიული, ასე ცენტრალური რა იგულისხმება. საუბარი არის რამდენიმე სახსარზე, მათ შორის წვრილ სახსრებზე, ფალანგები, მუხლები, მეჯბარძაყები, რომელთა ნაწილის გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო. რადიოლოგიური კვლევას გავეცანი, რომელიც ჩატარებულია 2026 წლის აპრილის თვეში. იქ ვლინდება რევმატიული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. არის სახსარი ესეთი გავათეძოს სახსარი, რომლის ანთება არის აღწერილი. ეს არგუმენტები, ვთქვათ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩაატარდეს კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში. ეს ჩემი პირადი მოსაზრება, იმიტომ რომ გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, დაითვალოს ყველა რისკი. ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერზე სტუდენტ მეგიდია სამიძის სოლიდარობის ნიშნად წარწერის გაკეთების გამო მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 მარტს მიუსაჯა. განაჩენით ხოშტარიამ პენიტენციური დაწესებულება 2027 წლის მარტში უნდა დატოვოს. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უსურვო და იმაში დარწმუნებული ვარ, რომ პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს. თუ ამის აუცილებლობა აქვს, შესაბამისი ექიმი იქნება, თუ სხვა მნიშვნელოვანი მომსახურებებთან ყველაფერს გააკეთებს, რომ არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას, თუმცა ყველა პატიმარი იყო ჩართული. თქვენ არ გძნობთ ხერხულობას თქვენს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ის ციხეში? ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. როდესაც მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს მისი საარჩევნო კამპანია და ამაში ხელი შეშლა არის კატეგორიულად მიუღებელი. დროას ლიდერი ელენე ხოშტარია 25 ივნის ციხეში დედა მირინა გუნცაძემაც მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარია ძლიერი ტკივილებისგან წელში მოხრილია, უჭერს გადაადგილება და იყენებს ხელჯოხს. ამ ფონზე ოცნების იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და პენიტენციური სამსახურის უფროსი გიორგი პატარიძე გუშინ მედიას უმტკიცებდნენ, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მათი თქმით, მსჯავრდებულ ციხეში ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, რითაც გამოირიცხა ის დაავადება, რაზეც ხოშტარიას მხარეს ეჭვი ჰქონდა. კოალიცია ცვლილებისთვის დაპატიმრებული ლიდერის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ 17 ივნის გახდა ცნობილი.